მოგესალმებით, დადგა სამშაბათის საღამოს 8:09 მეგახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიდეთ ყველა ის ადამიანი, ვინც განსასწრებას შინახართ, ბედნიერება და სიხარულით გისურვოთ ყველა პატიმარს და უცხოეთში მყოფ ქართველებს ძალიან ბევრი ადამიანი მწერს. ბევრი პატიმარი არის, რომელიც აი დღეს აი ამ გადაცემას მაგალითად ელოდება. ბევრი უცხოეთში მყოფი ქართველია. ბევრი ადამიანია, რომელიც მამა ოს ელოდებოდა ძალიან მაგრა და მოვიწვიე კიდევ ერთხელ და ძალიან გაგახარებთ. ეხლა მე მყავს სტუმრად ადამიანი, რომელიც ხშირად სტუმრობს ხოლმე და ძალიან საცობები იყო წარმოიდგინეთ და მამამ 1-3 კილომეტრის შორს გააჩერა. მანქანა რომ აქამდე მოსულიყო რა. ჩვენი დრო ესე რაღაცნაირად იკარგება. წარმოიდგინეთ, საათ და საათნახევარი უბრალოდ სადღაც ადამიანი გამოდიხარ და უბრალოდ ქრება. 2 საათი ზოგს, ავიც ეხლაც დგანან ხალხი. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მოგვეკითხება ჩვენ, იმიტომ რომ დღეს დრო რაღაცნაირად სულ არ არის საკმარისი და თან კიდევ ვიღაცა რო გპარავს მისი არასწორი საქციელის და გამო ეს კიდევ უბედურებაა რა. სამწუხაროდ ჩვენ და ხშირად ხდება ხოლმე რომ დრო არ ნაწილდება სწორად რა. სხვისი შეცდომების და გამო და ჩვენი შეცდომების და გამოც კიდეც და დღეს თემა სხვათა შორის აი გავირჩიე ამ თემად, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ხა ვიცი რომ რადიოში გვისმენთ და 105-ზე და 1-ზე გადის, იმიტომ რომ საცობებია. მე მგონი ტელევიზორთან არავინ არის, იმიტომ რომ იმ ხლა საცობები იყო ფიზიკურად ვერ მოახერხებს ადამიანს სახში მისვლას. სამწუხაროდ ჩვენ და აი რას ვინანებთ მე ასაკში, როგორ გვეპარებათ, როგორი შემცირებულია და როგორ უნდა დავიცვათ და დავიბრუნოთ ის დრო, რასაც ვკარგავთ და მე მამაოს კითხავ, დიდ მადლობას მოგახსენეთ მამაო პირველ რიგში რომ მობძანდით. ძალიან კაი თემა მომაწოდა, თქვენმა ფეხით მოსვლა რა. დიდი მადლობა ამისათვის, იმიტომ რომ აი მართლა რაღაცა უაზროთ ადამიანს აქვს დაკარგული დრო, ხალის კარგავს მე ამ ყველაფერში მამაო და როგორ რაღაცნაირად გადაგტვირთეთ და რაღაცა, მაგრამ წარმოგიდგენთ ხა თქვენაირად, თქვენ უცბად მოიფიქრეთ, ეხლა თორე ფიზიკურად ვერ მოხვიდებით გადაცემაში, მაგრამ ვინც ვერ მოიფიქრა და რამდენი ადამიანია, რომლის ისა რა ქვია, რომელმაც ეს ვერ იმას აქნა უცბად და თუ შეიძლება ვერ მოტვინა და ისე და თუ შეიძლება მამო რას ინანებს მამო ადამიანი. დიდი მადლობა მოწვევისათვის, კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს მაყურებელს. რა არის იცით, ჩვენი ესე ხანგრძლივი ცხოვრება, რომელიც ღმერთმა მოგვანიჭა, შედგება პატარ-პატარა წამებისგან, პატარა რაღაცებისა და ჩვენ ამას არ უფრთხილდებით, ფლანგავთ. ძალიან ფლანგავთ, აი ხანდახან საკუთარ თავზე ბრაზდები, რომ აი რამდენ რამის უფლებას ვაძლევ ზედმეტად დასვენების, ზედმეტად ოცნების, ზედმეტად რაღაცა ისე და აი უბრალოდ ეს იყო 80-იან წლებში და ფსიქოლოგებს რა ანგარიშები აქვთ, რომ კაცი რომელიც დაახლოებით 80 წელს ცოცხლობსო, 1/3 ძილში მიდისო, რაღაც დიდი ნაწილი ჭამაში და კიდე რაღაცები და ძალიან მცირე დრო რჩება მისგან კარგი საქმეების კეთების, ძალიან მცირე დრო. აი ეს განსაკუთრებით იგრძნობა ჩვენთან ეკლესიაში ხოლმე, რომ მამაო ხშირად მორბიან ჩვენთან გვიშველევრა მოხუცებული ყავსო და გვინდა აზიაროთო შეიძლება გარდაიცვალოსო და თუდად არის და ახლა უნდა კითხო ვინ არის ქრისტიანია მონათლულია ხო რამდენი წლისა 80 წლისა მონათული კი მონათლული კაი კაცი იყო კაი ყველაფერი და ახლა აი ვერ მოასწრო ვერ ვასწრებს თუ ზიარებს შე მამა ცხონებული 80 წელი გელო და უფალი და მაინც და მაინც სიკვდილის წინ ეზიარო და სიკვდილის წინ გააკეთო ის რის გაკეთებას ადრეც შეგეძლო. აი ახლა იგივე სიტუაციაში თოვლი მოვიდა დასავლეთ საქართველოში და ატყდა ჩორჩქოლი ესა ის ადრე გლეხი ემზადე ვინ დაეხმარებოდა ვინ გაუწმინდაოდა გზას ვინ მიუტანდა საჭმელს ყველა ოჯახში რაღაცა მარაგი იყო და მზაყოფნა. მე ბავშვობაში მახსოვს.
ახლობლის ოჯახში ვიყავი სტუმრად და მახუცები იყო ხოლმე და ისმენდა რა უნდა გვეკეთები ტელევიზორი მაშინ არ იყო და რადიო და არაფერი და საუბრობდნენ ხოლმე თავისთვის ჯუგჯუგებდნენ ხან ერთ ოჯახში შეიკრიბ ხან ისე ადრეოს შვილო 3 წლის სარჩო საბადი უნდა ქონოდა გლეხსა აბა როგორა ვინ რას მოგიტანდაო ბეღელი რისთვის იყო ბეღელი საბძელი ის ავსე იყო ჭინახული რაღაცა და აბა მიშველე და მაღაზიაში კი ახლა დღეს არის საშუალება რომ შეიძინო რაღაცეები მაგრამ დღეს საშუალებაც რო არ არის მამაო თვითონ არა გეთანხმებით ეგეც ჩვენი ცოდვა ვის ბრალი ახლა ის 3 წლის მარაგი წარმოგიდგეთ მამაო ერთი 5000 6000 მაინც ხო არის სუნცირე სადაა ადამიანს 6000 დასაძინებლად სიტყვაზე ვამბობ ხო ახლა მაშინა რა იყო იცით რომ გლეხს ქონდა გლეხს ყველაზე უბრალო გლეხს ქონდა 3 დღის სახნავს 1000 მიწა რამდენია იცით ერთი დღის სახნავს 1000 მიწა 1 გექტარი თვლებოდა 1 გექტარი არის ეხლა მოდი რა ვის აქვს 1 გექტარი ან 3 გექტარი სახნავს 1000 იქა ხარები შეიძლება ერთი ყავდა მაგრამ მეორეს ყავდა მეზობელს ჯერ ერთ დღეში ერთგან დაახნავდნენ მეორეგან დაახნავდნენ და ერთობა იყო სოფელი იყო როგორც ერთი ოჯახი სწორი ბრძანა ეს იყო საქართველოში შიმშილი არასოდეს არ ყოფილა ის შემოსევები იყო აუხრებები იყო განადგურება ახლა შეხაბაზი რომ მოდიოდა აქ რამე კი არ შემოქონდა ჰუმანიტარული დახმარება პირიქით ყველაფერი მიქონდა რის წაღებაც შეიძლებოდა და ყველა ჯალალედინი და აღა მაჰმად ხანი და ვინც გინდათ მაგრამ შიმშილობა არასოდეს არ ყოფილა აი ჩვენი სუფრა აი თავიდან როცა ახალგაზრდა ვიყავი პატარა ვიყავი მიკვირდა კაცო ევროპაში რატო ჭამენ ბაყაყებსა ჩინეთში გველებსა ვირთხებსა რაღაც იმიტომ რომ იქ რო შიმშილი იყო და უბედურება იყო აღარ იყო ასარჩევი ეს როდის გავიგე იცით ერთ-ერთი წიგნია მოგზაურობაზე და პატარა ბიჭი ჩახტება გემში და მიყვება და ამერიკაში უნდა წავიდეს და გემის პატრონი მარიცის კაპიტან მარის და ტრიუმფშია მოწყობილი და იქ არაფერი აღარ არის და ვირთხებს თაგვებს დადებს და იმას ჭამს რომ სიცოცხლე იმას ქნას და მე მივხვდით რომ ამას იმიტომ ჭამდნენ და იმიტომ ემაშვებოდნენ რომ სხვა საშუალებები არ იყო ჩვენთან იყო ეს საშუალებები ჩვენ ყველაფერი გვაქვს ჩვენი საკმარისი მაგრამ თუ არ გამოიყენებ მონდომება არ არის ბრძენი კაცს უთქვამს თუ კაცი გონიერია სოფელი ღონიერიაო დამთავრდა თუ არ გააკეთებს სწორე ის თავისით არ გაკეთება აი 127 ფსალმუნში არის ესეთი ნეტა ნაშრომი ნაყოფითა შენი სჭამო და კეთილი გიყო შენი ნაშრომი უნდა ჭამო თორე ხვის ნაშრომს რო შეჭამის კეთილი ნაყოფს არ გამოიღებს ესე იგი შენ უნდა იშრომო გააკეთო მოიძიო კი დღეს არ არის ისე ჩვენ რო გვინდა ჩვენ რა არის იცით მოვალეობიდან გადავედით მინდაში ეს მე მინდა ის მე მინდა მოდი გავუშვათ საქართველოს აითვისოს კოსმოსი ცუდი რა არის ამაში არაფერი მაგრამ ამის თავი არა გვაქვს არც ტექნიკური ბაზა გვაქვს არც ახსრები გვაქვს არც ისა გვაქვს არც კიდე რამდენი რამე შეიძლება მოვინდომოთ და გვინდოდეს კარგი ცხოვრება დღეს აი კაცი ადამიანი ყველა კარგად ვიცით ხო ილია ჭავჭავაძე დაცინოდა იმ საზოგადოებას და იმ ადამიანებს რომლებიც ესე ცხოვრობდნენ ლარსაბივით ხო დღესა რო ნახავთ ნებისმიერ ტელევიზიაში შეჯიბრია იმ უფრო გემრიელ საჭმელებს გააკეთებს და ვეჯიბრებით ლარსაბებს ნუ თუ მეტი არაფერი დაგვრჩა ერთმანეთთან სალაპარაკო რაღაცები რა არის იცით ინტელექტი არ არის მამაო ეხლა ნუ სამწუხაროდ ჩვენ და მამაო მაშინ ვიტყვი ერთ რაღაცას თუ შეიძლება რომ ციგნერებაში შევეჯიბროთ ანუ ძალიან ბევრი პრობლემა აღმოჩნდება ამ პრობლემას რო გაურბიან ეხლა საჭმეზე და რაღაცა კულინარიაზე უფრო ადვილია მამაო და სწორიც არის მე მაგალითად რაში ვართ სწორი ნახეთ მამაო არ წვავენ ჩვენ გაუნათლებლობას ხო ხდებით მამაო არა თუ არ დაწვა ნუ გადაიტანეს ესეთზე რა არა არიცი ეხლა ნიფილბი ნუფნუფი და ნაფნაფი სახლი რო შენ შეღებ აგურები დაახატო ჩალასა ხო იქ ვინც ხოროს მაინც არ გამოუეკრე ხო ჩვენ რა არიცი თუ კაცი გონიერიო თქვი წეღან
პრობლემა კი არ უნდა მიჩუმათება არ ნიშნავს პრობლემის გადაჭრას. ზუსტად, მამო. აი ისე 52 ფსალმოს გავიხსენებ, იქ წერია ასე რომ ესე იგი, როდესაც სულელები გამოვლენ წინ ასპარეზზე და ბრძენებსა გადაყრიანო და დაიხოცებიანო, მოვა მტერი და ყველაფერს წაიღებს. აი გე ესე იგი, დაცვის თავიც აღარ იქნება და თავის გადარჩენის თავი არ გვეკნება. 1000%. ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე გავართ. ახლა არ მინდა რა გული აი ხა ნახეთ მამო რო არ იმას ვქნათ აი თუ შეიძლება აი ამ პრობლემებზე აი ელემენტარული მინდა რომ აი მოვიყვანო მაგალითად რა აი როცა გვინდა რომ პრობლემა გამოსწორდეს ხო რას ვაკეთებთ რომ აი ნახეთ და ჩვენთან რა ხდება პირიქით ხდება აი მაგალითად გინდა რომ წესიერი მოქალაქე მიიღო ხო გინდა რომ ისეთი ადამიანი მიიღო რომელიც აი საქართველოს სახელმწიფოს გამოადგება და კაი იქნება რა თქმა უნდა ესეთი ადამიანი არ უნდა იყოს გაბოროტებული რაღაცა ესეთი უნდა იყოს კარგი რაც ნახეთ ორი ვარიანტი უნდა გაიზარდოს ეკლესიაში ეკლესია უნდა გააძლიეროს და ეს ხალხი იქ უნდა მიუშვა რომ ამ ადამიანებმა ცოტა თავისით ნამუსი იმდენად აიწიონ რომ არ დააშაონ და დამნაშავე ნაკლები იყოს რომ როცა შედის კონტროლიორი მაშინ კი არა იყოს ბილეთი არავირო არ არის მაშინაც თავისმა სინდისმა აიძულოს და აიღოს ჩვენ ნახეთ მამაო პრობლემას როგორ ვაგვარებთ რა აი პატარა ელემენტარულს ვამბობ რა ვიღაცა ჩხუბობს და ჩვენ ჯარიმების სახით ვაჩერებთ ამ ადამიანებს. აი, პრობლემის მოგვარება, ნახე. ანუ იმას კი არ ვეკითხებით, რომ შენ რატო ჩხუბობ. არა, მე შენ 5000 ლარიან ჯარიმას დაგიწერ და შენ ვეღარ იჩხუბებ. ვეღარ იჩხუბებ კი არ არის პრობლემა და მე რო სახში გამოკეტავ შენ და რო დაიბოღმები და შეიძლება გული გაგისკდეს, ბოღმი და რო გეზიზღება მე ყველა და სიძულვილისგან ან ქვეყანას რო დატოვებ, ან აქაც თვითონ რო ილანძღები ინტერნეტში და იმაში, აბა რამ გააკეთა ეს. თუ შეიძლება, მამა ამას როგორ უნდა ეშველოს რა აი ადამიანი რომელიც ბილეთს ვერ იღებს სიტყვაზე ავტობუსში 50 თეთრად 50 ლარად რო დააჯარიმებ მე იმისგან ხომ მიიღებ ხვალ გამწარებულ მინიმუმ შენ რო ეზიზღები ისეთ იმა მოქალაქეს ხო რატო ვაკეთებ ამას სხვანაირად ხო შეიძლება შევქნათ პირობები ხო რა დგას ამის გეთახმებით ჯერ ერთი ქრისტიანობა არაჩვეულებრივი სწავლება და თეორია და მოდი რა ცოტა ინტელექტუალურად ვილაპარაკოთ. თეორია, სწავლება და გასწავლის ყველა მდგომარეობიდან გამოსვლას გასწავლის. მაგრამ ჩვენ არ გვინდა ქრისტიანულად აღმერთის აზრები და სიბრძნე და მადლი კი არ გვინდა, ჩვენ უკეთესები ვართ კაცო. ერთხელ ერთი კაცი მოვიდა, მე ვიციო ძალიან მაგარი ვარ, ძალიან კარგი მევთხარი და რაში გამოიხატება თქვენ მე ქრისტეზე მაგარი ვარ. ახლა ვიხდი რომ არანორმალურია ხო და რაში გამოიხატება რაიო და ქრისტემა 40 დღე იმარხულა და მე 55-იო. მე ვთხარი შეკაიკაცო ეშმაკი სულ არაფერს ჭამს მეთქი და ნიანგი 2 წელიწადი ძლებს შეერი და ესე იგი გამოდის ის უფრო მეტია მეთქი. შიმშილი კი არა ვიღაცას ვეჯიბრებით რას ვეჯიბრებით. ყველგან არის გამოსავალი. ამერიკაში რა ქნეს იცით? 70-იან წლებში ესეთი რამე იყო, ხა შეიძლება წლები მეშლება, მაგრამ ახალგაზრდების პანკები და ისინი რო იყვნენ, მოდაში შემოვიდა ჩვენთან რო კედლებს ხატავენ და ჩხაპნიან და ესეთი იყო ამერიკაშიც და ამტრევდნენ მინებს, ფანჯრებს და იფიქრებთ ამერიკის მთავრობამ რა გავაკეთოთ. ხა დავიჭიროთ ესენი თუ რა ვქნათ? როგორ დავიჭიროთ და რა ქნეს იცი? არა, არ დავიჭიროთ. მოდიო, რო ჩაამტრომ ჩავსვათო. ჩაამტრომ კიდე ჩავსვათო. ჩაამტრომ კიდე ჩავსვათო. შეღება გავატალშალოთ და რამდენიმე წელში სულ დაანებეს თავი ამ რამეებს. და დამშვიდა იქაურობა. ესე იგი ჯიბრზე კი არ წავიდნენ და დაჟჯელდა ესეთი რაღაცები ხანდახან სასარგებლოა ხოლმე. ხან დაჟჯა საჭიროა. კი, ნამდვილად არის. ყველა დაუსჯელი დანაშაული ახალ უფრო დიდ დანაშაულს პატებს. ეს ჩემი გამოგონებული არ არის. რო დაისაჯა კაცი გონია რომ რა კარგია გამივიდა და მოდი ცოტა დიდსაც გავაკეთებ. მერე კიდე და არ წინდება. ბოროტი მასა არ მოეწყინაო. აი 75 ფსალმში. არა მოეწყინო სულ საჩემსა. არა მოეწყინა ბოროტიო, ბოროტის კეთება არ მოეწყინება კაცსა და ხო და რა არის იცით შეიძლება
ღმერთმა ნუქნას რომ აი საბჭოთა პერიოდში ვსწავლობდი მე და 70-იანი წლების ბოლოს დავამთავრე უნივერსიტეტში 79-ში და ძალიან კარგი პედაგოგი ყავდა ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული რა გითხრა იცი შვილებო ეცადეთო რომ კარგი თანამშრომლები იყვეთ თქვენი სადაც იქნებით აგვიხსნა რატო აი კარგი რო იქნებიო უფროს მუდამ დაჭირდებიო აი ვიღაცა კარგია ვიღაცა საშუალო ვიღაცა ზარმაცი ეს ყველგან არის ამას ჩვენ ვერ გიმასვისავ ესე კარგ თანამშრომლობაში რა შედის აი კარგი რო დავალებას კი ბატონო კარგი თანამშრომლობაში რა შედის რომ შენი მოვალეობას პატიოსნად ასრულებ დავალებას მოგცევენ და შეასრულებ შენიცი შენი მოვალეობა არ აცდენ არ ზარმაცობ ხალტურას არ აკეთებ რა ვიცი პატიოსნად შრომობ და იცოდეთო კარგი რო იქნებიო მერეო შენი უფროსსაო სამსახურები ისეთი ხა ჩვენ გვეგონა რომ მიხვალ დაიწყებ მუშაობას ყველაფერს შენებაზე იქნება ხელფასიცა როცა არა მე შეიძლება შემცირება იყოსო შეიძლება რაღაცა მოხდესო და შენა ამ სიაში არ მოხდებიო ხელფასაც მოგიმატებსო ხო პატივსაც გცემსო როცა დაგჭირდებო წასვლო გაგიშვებსო და მე ეს ჩამრჩა ძალიან ჩამრჩა და ახლა ჩემი ძალიან ბევრი სამსახურში მიმშავია მეგობრებთან და ასად ახლა ვერ იტყვიან იმას რომ რაღაცას იმაშვებოდი და ყველგან პატივს ვცემდე საკუთარ თავზე შევამოწმე ეს ეგრეა კარგი ყველას უნდა იმიტომ რომ ორგანიზაციაში რანაირიც მე ძირითადად სამეცნიერო ორგანიზაციებში ვიყავი მაგრამ იქაც არის ზოგიერთ შავი სამუშაო, თეთრი სამუშაო, რაღაცა ვისვრებოდით მაზუთში, ზეთში, აბა სიტყვა მოიტანა რიტყი და კასრში, დიდ კასრში 200 ლიტრიან კასრში ასხია ზეთი და უნდა გადმოასხა, აბა მითი. ვერერევი ხო არ არის ჭიქა რო გადმოიყო და იძულებული გავხდი შლანგი ჩავდე და ღვინოს რო შევიტი ისე და ის მოხდა პირში ხდება ხო და მე რას იზამ აბა როგორ გით ხანით გაიმით გაისურები ხანი აბა ეხლა ესე პრონსკი თქვენი კაი რესპონდენტობაა რომ ესე ხშირად გიწვეთ ხოლმე და ესე გელოდებით ხოლმე ხო რა იცით ესე თქვა გამოგყვათ ეხლა ქრისტიანობა შენ ცხოვრებაში ჩანს ყველაზე კარგი ქადაგება არის რომ შენ ცხოვრებით ცხოვრ პატიოსად ხა კომუნისტების პერიოდში ჩავხედოთ კაცო თელმა რაიონმა და თელმა ქვეყანამ იცოდა გამოვიდოდნენ რაიკომის დვინები თუ ხელმძღვანელები და იმისთან სიტყვებს დაარტყავდნენ რომ ყველა მიცოდა რომ ის ამას არ აკეთებდა და ამიტომ დაიკარგა მათ სამი პატივისცემა ამიტომ დაინგრა თორე ისინი ცუც კი არაფერს ითხოვდნენ ისინი რომ პირდებოდნენ და ის რო გაკეთებული იყო ისინი ვიქნებოდით რო ვერ გააკეთეს და თქმა ერთია და გაკეთება მეორეა ხო ამიტომ დაინგრა და ის ტყუილმა აი ის ტყუილი რომელიც ჩვენ საკუთარ თავს ვატყუებთ ხოლმე დღეს ახლა იმდენად გაიზარდა ადრე გახსოვთ ძალიან კარგად ჩვენ იმაში სკოლაში გვისწავლია დავით კლდიაშვილის იმაში ნაწარმოებებში რომ ულაშს იმას ვიცევდა კაცსა და იმას ნიშნავდა რომ ის მოკვდებოდა და თავის კაცურ სიტყვას შეასრულებდა თავის კაცურ სიტყვას შეასრულებდა მე რა მოხდა შევეჩვიეთ ნელ-ნელა ტყუილებს და საბჭოთა პერიოდში საქმე რო გაგეკეთებია რაღაცა გჭირდებოდა ერთ საქმეზე 10 ნომისულიყავი იქ რომ აიცი რა ეს საქმეა გასაკეთებელი და თქვენი დახმარება და თქვენი თანადგომა თუ რაღაცა აი პროექტია თუ ცნობა თუ რაღაცა 10 ნომისულიყავი გადავარდა ეს საბჭოთა ხელისუფლება ეხლა რა ეხლა ერთ საქმეზე 100 ჯერ უნდა მიხვიდე რომ გააკეთო ველოდებით ახლა ეს კარგია ინსტიტუციის სახლი რომ
ყველაფერი ერთად. ძალიან კარგია, მე მიხარია კაცო. ეს ბევრი კომფორტი არის მამაო, მართლა. არის, როგორ არის, მაგრამ ციხეებში მამაო ძალიან მაგრა ექცევია. ღმერთმა კაცო, ღმერთმა ხნას რო არც ერთი ციხე არ დაგვაჭიროს რა. აქედა, სხვადასხვა მამაო, ის რაღაცას თუ შეიძლება, მამაო, ეხა იმ დღეს შემხდნენ რაღაცა, ხან პატრული შემხდება ხოლმე, ხან კონტროლიორი შემხდება, ხან რაღაცა და აი რა არის ცხოვრება მამაო, რო ხშირად შეიძლება წახვიდე ესე და ფიქრობდე ან საქართველოს დატოვებას, ან თვითონ ეშმაკი ხო იცით როგორია, რომ გეუნება, რომ გელაპარაკება, რომ აი რა გინდა ხო ხედავ ყველა როგორ ცუდად გექცევა, აი როგორი ხალხია რაღაცა და აი ერთმა შეიძლება მოგცევა ვიღაცისი მამაო, რომ კარგად მოგექცევა, შენ საერთოდ სრულიად შეგცვალოს, გაგალამაზოს და აი რა შენში რა გამოიწვიოს, იცი რომ ახალი იმედი ჩასახოს და აი ყველა თანამშრომელი იქნებით ეს ნებისმიერ სტრუქტურაში, ხო? აი მოყოლილი ციხიდან, რა ვიცი, დამთავრებული იქამდე, რომ თქვენ ხელში არის ძალიან ბევრი ადამიანის ბედი და ძალიან ბევრი ადამიანთან ღმერთი მიდის, მამაო. რა, აი ვიღაცამ შეიძლება შეგაგოს, აი გეფიცებთ ყველაფერს, რამდენჯერ ხოლმე, მამაო, წამოსულარ და ვიღაც ერთი ადამიანი შემხედრია, მაგარი დაღლილი მოვდივარ, გადაცემის თავიც არ მაქვს, აყვანის რაღაცა და უთქვამს, რომ აუ რა მაგარი საქმე კეთდება და შენ გენაცვალე. იმ ხელა სტიმული მოუწია, მამაო. ხიბლით კი არ მამაო, ფანს სწორად გამიგეთ. ხო ხდები, მამაო. აღადროს ის არის 16 წელი ეს გადაცემა მიყავს ხო და ეხლა ამით რომ გამოკვირს, მაგრამ იმ ხელა მამაო სტიმული მოუწია, მამაო. ერთ ნორმალ, აი ჩვენ ხელშია რა, იცი ელემენტარული რომ შეგიძლიათ, რომ ვიღაცა შეიძლება დააჯარიმოთ, ვიღაცა მანქანა, რაღაცა ადამიანი, რაღაცა აი აქ უბრალოდ გაითვალისწინეთ ხოლმე ხანდახან და უთხარი რომ ჩვენ ქართველები ვართ, ან აი ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, აი შენც წადი რაღაც იცით მამაო შეიძლება როგორ ცხოვრებაზე ის შეუცვალო, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე მამაო ბოროტი ას გეუნება, იცი რომ მართლა ხდება, მე ეგეუნება რომ ნახე აი შენს ხალხი შენ წინააღმდეგ არის ყველა და მართლა ეგრე არიან, რომ გახედავ ის შეგებღირება, ის იგინება, ის იმაშობა და შენ გინდა რომ აი ამ ქვეყნიდან საერთოდ ან გააღწიო, ან საერთოდ აღარ იცოცხლო და ერთმა სიტყვამ ამ დროს არა თურმე ესე არ ყოფილა მთლად. აი ეს ადამიანები არიან ღვთის კაცები, რომლებიც აი ესე ხო, დიახ, კაი თემაზე შეეხება, მე ამაზე სიმართლე გითხრა, ძალიან დიდი ხანია მინდოდა ამაზე ლაპარაკი. აუ, კარგით, რა, მეც რამდენი ხანია მამაო ამაზე ლაპარაკი მინდა, დიახ. ძალიან დიდი ხანია მინდოდა, რატო იცი? აი უბრალოდ მაგალითებიდან დავიწყე და მიხვდებით რაში. აი ჩვენი ფეხბურთელები რო ევრო ხო, გადავიდნენ ფეხბურთზე, აი როგორ ვიყავით ამაყები, როგორ გვიხაროდა, როგორ გვინდოდა და ერთიანი მამაო საერთოდ ვერ ვცნობ. მაინც ეგ ერთი ასპექტს ვამოფახლა. იგივე გავიხსენოთ, როდესაც თბილისის დინამო ევროპის ჩემპიონატთან ეს გაიხსენე. ხო, 80-იან წლებში. ხო, მაინც არ გაპერებ ეს ჩვენის იყო ისეთი პერიოდი იყო რომ არა მე დაბადებული არ ვიყავი ნუ მე რის თქმა მინდა იცი ეს სიხარულს არ აქვს მნიშვნელობა როდის იყო თქვენ დაიბადებით თუ არ დაიბადებით თუ მე ხო რაზეა ლაპარაკი ეხლა მე სხვანაირად ვსვავ სერიოზულ კითხვას აი მოდი დამისახელეთ 10 ქართული ფილმი რომელიც კარგად მთავრდება ვერ დამისახელებ ვერ თქვენ ვერ ჩვენი ტელემაყურებელი. ქართული არა მამო, მე სოფლიოში არა, მაინც მე ჯერ საქართველოს ვილა მე სოფლიოში გადავიდეთ. 10 ქართული ფილმი, რომელიც კარგად მთავრდება. ჩვენი ფილმები ტრაგიკულია და უბედურების მომტანი და მასწავლებელია. ჯარისკაცის მამა, ნატურის ხე, ვედრება, დათათაშხია, ჩიორა, დათათუთაშხე ბოლო აკორდია და იმის მერე რა ხდება? იმის მერე სერიოზული ფილმი. ჩვენა როგორც ფილმი ერთი ხედვით კარგია, ნაწარმოები კარგია, მაგრამ შინაარსი როგორ არის? მამა კლავს შვილს. ისე შვილი კლავს მამას. და ეს ყველაფერი თითქოს აი წინასწარმეტყველებებია. ახლა მოდი გადავხედოთ უცხოეთის ფილმებს. ამერიკული ფილმი, ევროპული. ერთი ამერიკელი მოქალაქე ჯობნის ევროპელ პროფესიონალებს. არც ერთი გმირი არ ყვდება იქ. და როგორ ამაყები არიან მე რო გმირი იმარჯვებს. ახლა მოდი გადავხედოთ ჩვენ ქეთო და კოტე რატო გიხარია დღესაც? იმიტომ რომ კარგად ვთავრდება კაცი. მოდი ხარ გიხარი. მოდი ცოტა უფრო ღრმად ჩავიხედოთ. რატო უკითხულობ წიგს? რატო აღარ უკითხულობ სახალგაზრდობა წიგს?
იქ როდესაც კითხულობ რომელიღაცა გმირში შედიხარ ის გმირი შენში შემოდის შენ მასთან ერთად იბრძვი დარტანიანი გაიხსენე რობინზონ კრუზო გაიხსენე ისინი შენ მასთან ერთად ახარ და ის გმირი შენთან ერთად იმარჯვებს შენ მასთან ერთად იმარჯვებ და გიხარია მაგრამ აი შენი გმირი რო კვდება შენს კვდები იქ მაცეხვიტია აი ამიტომ თქვი 10 ფილმს ვერ დამისახელებთ ძალიან მცირეა ეს ფილმები და ჩვენ როგორ გვინდა რომ კარგად ვიყვეთ სუტრაკი გამოდიხარ ფილმიდან და ფიქრობ რა ვნახე ის რაც მე მიხაროდა და მინდოდა რომ ჩემ გმირს გაემარჯვა და მეც მაგრად ყოფილიყავი და პირიქით სუდამ მე რა ეს არის ჩვენი კულტურა შოთა რუსთაველის რა არ შეეძლო ტარიელის მოეკლა ავთანდილის ფრიდონის მაგრამ ის უნდა გაემარჯვა იმას ხო მოთხოვნადი მამა უფრო ის არის არა მოთხოვნადი არ არის არა გონება ის არა ჩემო კარგო ჩვენა გამოგვილაყეს თავი გამოგვირეცხეს twin და რა კარგია რა კარგია და ჩვენ დავიჯერეთ ახლა წერილებმა რეჟისორებმა რომ ტრაგიკულად რატო უნდა დამთავრდეს ტრაგიკულად რატო რემბო მთელი ინდონეზიის რა ქვია ვიეტნამი კამბოჯა და ისინი აიღო მე ავღანეთში გადავიდა და ამერიკა და რა თუნდა ჯარი ამერიკას იმიტომ რომ მისი გმირი არის რემბო ჩემ ბავშვობაში ვაშეჩუკოვანას თამაშობდნენ ხოლმე ბავშვები რატო ეს ზრდის ახალგაზრდობას აძლევს საშუალებას იმისა რომ კეთილი ნათელი იმედი დაგისახოს და მე ამაზე იბრძოლო ამისთვის რომ შენც ისეთი იყოს შენი შვილიც ისეთი იყოს აბა რასაც თქო არაფერი რა უნდა ნახოს დღეს თანამედროვე ქართველმა ბავშვმა არაფერი არ აქვს მას და არის ტელეფონში ესე ქართველის ბედი ეგეთ საწყალი მე შეკაცო ესე უნდა ვიყო ეს პერსპექტივა არ აქვს პერსპექტივა არ აქვს ჩვენ არ მე არ მინდა ახლა ამაზე ლაპარაკი ტელევიზორში მაგრამ ახლა მას ერთს ვიტყვი ბევრია კიდე საშუალო ასაკის 50 წლამდე ქალიც და კაციც დაუოჯახებელია რამდენი პროცენტი იცი 60% ისინი განაცილებ არა მეც აღარ ვიძახი ისინი სხვარიან მე ახლა პრობლემა რაშია ვინ მოულის მათ რო დაბერდება შვილი არ აყავს ღმერთი მაშინა რაღაც გვინდა რამის კეთება ღმერთს დაველოდო და ყველაფერს გაგვიკეთებს და რეალური მორწმუნის ეგრე არა ჩემო კარგო ჩვენა ფსალმუნებსა და ეკლესიას ვინც მე მომისმენს და დამიჯერებსო ერი შობადი იქნებაო ერი შობადი აი ეს სიტყვა არაჩვეულებრივი ესე იგი შენ თუ ღვთის ნებას მისდევ და კარგად აკეთებ გამრავლდები გაიხარებ და მე მამა ხარისხს ეხა უბრალოდ ვამბობ რომ შეიძლება ხარისხი არ არის ახლა მაგალითად ერთ რაღაცას გეტყვით მამაო რა არ ჯობია რომ მაგალითად ცოტა ვიყოთ და ხარისხიანი ვიდრე ბევრი და უხარისხო ეხლა ეგრე ჩინელებიც არიან იქითკე რო არიან მეორე ჩინელები ისინი რო ყავს მაგრამ უხარისხო არის ვაფშე აზე არ არიან სადაც ჩვენ საერთოდ არ ვიცი ჩინეთის კულტურა რა უხარისხობას და ხარისხო კოვიდი სად წარმოიშვა იცით რომელ ქალაქში 23 მილიონი ცხოვრობდა რამდენიმე წელიწადში აშენდა ეს ქალაქი 23 მილიონი ეს რას ნიშნავს რომ თელ ამერიკა-კავკასიაში რასაც ცხოვრობ საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, შუა აზიაში ერთ ქალაქში ცხოვრობენ იქა. იმათ სახლეც ააშენეს, კარი რა არის იცი, ჩვენ არ გვინდა დავინახოთ რეალობა. ჩვენ მოხდა რა ხარ ძალიან ღრმა საუბარი შეიძლება, მაგრამ არ გამოვა რა ესე მოკლე დროში და ეს ძალიან სერიოზული სასაუბრო. ორი სიტყვით მაინც ვიტყვით მოკლედ რომ იყო ჩინეთზე არა კორეაზე მოვფიქრო შეცდომა არ გქონდეთ კი ბატონო ჩინინებზე და ხალხზე მე კორეა გაყოფილია და ტრაგედია აქვს ხალხსა და ისინი რო გაერთიანებიან ისინი ჩინელებს რაოდენობა ხო არ არის მამა უფრო არა რაოდენობაც არის რაოდენობა ჩვენა თუ დიალექტიკური მატერიალიზმი გვინახია გვისწავლია იმაში არის რომ რამ 3-4 თავარი კანონია რომ რაოდენობა მე ხარისხს წარმოშობ შენ გინდა თუ არ გინდა
მაგერა ხარისხი შანსი მეტია რომ მეტი ხარისხით იყოს მეტი. ჩინეთმა, აი გეტყვით ახლა მაშინ ჩინეთის ახლა ბოდიში ვიხდით ტელევიზორში მაყურებელთან და თქვენთანაც და ყველასთან რომ ამ საკითხებზე გვიხდება 70-იან წლებში ჩინეთში შიმშილობა იყო და დღეს თურქეთში მამაო რა ხდება თურქეთშიც და იმაში რა ქვია შანხაიში 1 მილიონი კაცი ცხოვრობდა ნავებზე რომელსაც სახლი არასოდეს არ ქონია დღეს იმათ ისე წარმართეს აი ახლა მეც უყურებ ხოლმე ტელეფონში აი რაღაც ისინი YouTube-ზე და იმაზე არაჩვეულებრივი ინდუსტრია აქვს სოფლის მეურნეობის ბალახს ვერ ნახავ მინდორში და ტექნიკის უმაღლეს დონის დამუშავება აქვს ჩვენ ისევ იმას რა ქვია ადამიანსა და ევას დროინდელი თოხითაც ვერ ვაკეთებთ ვერაფერს რის ეჯიბრები რას ეჯიბრები ჩინეთმა შეამცირა თავისი სტრაფი გამრავლება კანონები შემოიღო ის შემოიღო ერთდროულად სოციალიზმიც არის და კაპიტალიზმიც არის და ყველას გინდა რა გინდა ასექენი გინდა ისექენი არ გზღუდავენ რაღაცებში გზღუდავენ რაღაცებში არა მაგრამ მოდი რა ჩინეთს შევეჯიბრებით იმიტომ რომ მაგრამ ახლა რა არის იცით რაღაცაში მისაღებია გასაგებია მაგრამ რაში გამოიხატება ჩვენი ხარისხი ერთი კაცი და ორი კაცი ქვეყანას ვერ გადაარჩენს. მაგას ვამბობ, მამა, ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა. ერთი და ორი კაცი ვერ გადაარჩენს ახლა. ხამაო, რამდენი ერთი და ორი უნდა კაცი ყავდეს. ერთადერთი კაცი, ვინც ვიცი საქართველოში, ეს არის ილია მეორე. რომელსაც მართლა შეუძლია, რომ აი ეს ერთი იყოს ყველა საფრთხე. მე უჯერებთ. ну ეგ რო არ უჯერებთ კი საკეთე მამა. ნახეთ მამა, მეტი ვიღა ყავს, მამა. მე უჯერებ, რა გინდა? თუ კი არ დაუჯერებ, გინდა 10 ყოლია. გინდა 100 ყოლია. ჩვენი უბედურება ბევრი რამით იწყება. ერთ-ერთი მაგალითს გეტყვი. ძალიან სერიოზული მაგალითი. სანამ ეგ საკითხი არ გამოსწორება, ჩვენ საქართველოში არ გამოგვევლება შფოთი და არეულობა. აი დაიმახსოვრეთ. საიდან მომაქვს ახლა ეს მე ჩემი აზრი არ არის. არის საეკლესიო კანონთა კრებული, რომელიც შედგენილია და დამთავრდა 887 წელს. ბოლო იმის მერე აღარაფერი არ შეცვლილი და ყველაფერი მიდის ისე. და ის წერია ამ დიდი ჯულის კანონში დასაწყისში. თუ ამ კანონებსა და წესებს დაიცავ, არ გექნება შფოთი და არეულობა ეკლესიაში და ქვეყანაში. თუ არ დაიცავ, არ გამოგელება შფოთი და არეულობა ეკლესიაში და ქვეყანაში. დამთავრდა. და ხა რა არის ამის მიზეზი შფოთისა და არეულობის? ჩვენ გავიხსენოთ ჰიმნი. მე ამაზე ბევრჯერ ვილაპარაკე. ჩვენი ჰიმნი, რომელიც დღეს არის. რას ვილაპარაკობთ? აი იმაზე არ წახვიდე შენ ისევ რო ქვია. არ თქვა? ცისკრის ვარსკვლავზე. არა. რომელზე ამბობ? არა, აი განათებული მთავარი წილნაყარია ღმერთ. ეს ღმერთს წილში ჩაუჯექით? ხომ წილნაყარი ანუ არა ეს რაღაცა სიმბოლური ის არა აი ეგრე არ არის ჩემო კარგო ახლა ეკლესიურ თვალსაზრისით ეს არის ძალიან სერიოზული ცოდვა ემაზე თავის დროზე ეკლესიამ თქვა ენის პალატის ხელმძღვანელმაც თქვა ბატონმა ლევანმა და ვილაპარაკეთ მაგრამ ვინ მოგვიშვი არ დაგვიჯერეს არ გამოგველება შფოთი და არეულობა ქვეყანაში სულ იქნება მიტინგება, ვიღაცა უკმაყოფილო, ვიღაცა სულ იქნება. ეს უფრო ამბიციაა, მამა. არა, მე ბატონ დავითთან ვიყავი ავტორთან და ხო, მე ვთხარი ბატონ დავით. ეს ეკლესიურად დანაშაული და ცოდვა მეთქი. ახლა საერო იმაზე შეიძლება არაფერი არ იყოს. ეკლესიურად ცოდვა თითულებ ეს. ღმერთთან თქვენ რო ჩაგიჯდეთ წილში როგორ ფიქრობთ, გესიამოვნება თვინმე რო ჩაგიჯდეს? მაგრამ მე თვითონ არა, მომის გეკითხებით, გესიამოვნება წილში რო ჩაგიჯდეს ხელფასზე? ნახეთ, მამა, ეხლა მაშინ არა. მაშინ ეკლესიურად მაშინ სხვანაირად ერთი წუთი დამთავრებ. თქვენ რომ მართალი არ ხართ, მაგას კი არ გეუბნებით. მე გეუბნებით, როგორ შეიძლება დავიცვათ ეს თემა. ძალიან მარტივად. მაგერ დავიცვა, ძალიან მარტივად. მივედი მე ბატონ დავითთან და უთხარი ბატონ დავით. ეს ეკლესიურად არ შეიძლება და ცოდვა და დანაშაულია მეთქი.
არა მე მაგას არ გულისხმობ. კი ბატონო, შენ რას გულისხმობ ერთია, მაგრამ ღმერთს რა ესმის ის არის მთავარი. ახლა ჩვენ ხალხურ ფოლკლორში გვაქვს არაჩვეულებრივი იგავები, რომ გადმოცემები, რომ აი ქართველები ქეიფობდნენ და დაიგვიანეს ღმერთთან მისვლაზე, რომ ის საქართველოს მიწების განაწილება რო იყო დედამიწაზე და სად იყავით რომ უსაყვედურა ღმერთმა თქვენ სადღიგრძელოს, აუ მაშინაო ჩემ მიწას მოხს. ამდაგვარი იგავები ყველა ერში და ყველა ფოლკლორში არის, ყველა ქვეყანაში არის. ყველგან არის და ყველგან შეიძლება გაიმართოთ. ამ ჰიმნში გვინდა ჩვენ ერთი სიტყვის შეცვლა, მეტი არაფერზე პრეტენზია არ მაქვს. განათებული მთავარი დალოცვილია ღვთისაგან დამთავრდა. რა არის ახლა მის საპრობლემო? ყველაფერი ეკლესიურათაც იქნება, ღვთაებრივათაც იქნება, მორალურათაც, ზნეობრივად და ყველაფერი. რა ერთი სიტყვის შეცვლა რა არის? ახლა ვიღაცას ასე უნდა, ვიღაც ყველას მოსაწონი ვერ ვიქნება და არ იქნება. მეტა საქართველოს მამა მეტი ნაკლი არ გქონდეს. არა გიორგი არ გამო აი მერწმუნეთ რა. 10 პატრიარქი რო ყავდეს ერთდროულად 10-ვე ასეთივე კარგი და ბრძენი და 100 ბიძინა და თელმა ამ ბატონმა ბიძინამ ყველათელი ქონება დახარჯოს ამ საქმეში, ყველაფერში არაფერი არ გვეშველება. სანამ აი ეს ერთი სიტყვა არ შეიცვალა. დაიმახსოვრეთ. სამწუხარო რამეს ვამობ, მე ეს არ მინდა ვთქვა, მაგრამ ესია იცოდეთ. გვინდა კარგად ვიყოთ, ერთი სიტყვა რა არის. ერთი სიტყვა. მაგრამ ყველაზე კარგი ჰიმნი რა არის, იცით, საქართველოსში რა იქნება? მრავალჟამიერი. ამაზე კაი, აბა მითხარით მრავალჟამიერი სიტყვა რას ნიშნავს? არც იცით. არც იცით. არაფერიც არის. არა, მე არ ვიტყვი ამას ახლა. ეს ზე მრავალი ჟამი. რა არის მე მრავალი ჟამი? მე მრავალი ჟამი რა, რაც არის, აბა დალოცვა არ არის. არა, დალოცვა, მაგრამ მრავალი ჟამი რას ნიშნავს? მრავალი დრო? ხო. არა, მრავალი დრო არა, მრავალი ჟამი, ანუ არ ყუდები რა, სუ იქნება. მე მაგას ნიშნავს ახლა, ას მიმალავ თუ რა შვები. არა, არ გიმალა, მაგრამ ეს დახურული თემაა და ბოდიშვილზე მე ამას. მე მაგას გაგიშიფრავ თუ გინდა და შემდეგ გადაცემაში მოვიტარ. ვერ გამიშიფრავ. კარგი. მე ამის მეც კი არაფერს არ ვაკეთებ. ხო, აი მამა მე რა მაინტერესებს იცი რომ შეიძლება გიორგი დავამთავრებ იმას რომ ყველაფერი კარგად გავაკეთოთ. მერწმუნეთ რომ არაფერი არ გვეშველება. სანამ ეგ სიტყვა არ აი ჩვენი ისტორიასაც გადავხედოთ. ეგ ჰიმნი რო შემოვიდა იმის მერე დაიწყო არეულობა. სულ იქამდე ხო დაალაგებული იყო რა მო. შედარებით ახლა ესეთი ისაა. ხო, აი შედარება არ არის, მაგრამ ნახეთ მამა რა, რაღაცა მინდა გითხოთ, რომ ის არა ქვია, ჩვენ მე ვფიქრობ რა, ჩვენ აი საქართველოში თუ გვინდა რომ მართლა დაალაგდეს რა, აი ვინ ჩვენ გვიყვარს ის ადამიანები, ხე ჩემსგან უამრავი ფოტო არის, მამა ანტონიდან მოყოლებული, მამა იოსე ბურჯანაძე, ესენი ლეგენდები, ესენი მამა ვახტანგ გასათია. შენი ჭირიმე, ჩვენ ვერაფერს ვერ ღმერთმა უნდა დაალაგოს. ღმერთმა უნდა დაალაგოს. კი ბატონო, ჩვენ არ მივდივართ ღმერთთან. კი, მამა, ნახეთ რას ვამბობ, აი თუ შეიძლება რომ გითხრათ, რომ ჩვენ ამ ხალხში, ხა ჩვენ პატრიარქში რა მოგწონს, აი პირველ თვისებას, ან ვიღაცას რო ვაქებთ, რას ვამბობთ ხოლმე, რომ უბრალოა. ეს დავკარგეთ, მამა, მიხვდით? აი თუ შეიძლება რა, რომ აი ამაზე გავამახვილოთ ყურადღება გეხვეწე, იმიტომ რომ არანაირი სიტყვის შეცვლა არ გვიშველის, თუ ჩვენ თავად არ შევიცვალეთ. აი წარმოიდგინეთ ჩვენ რამდენად ბრალიანები ვართ. არა, სიტყვის შეცვლა ის კიდე ცალკე თემაა, მე გეუბნებით აი მაგას ვამბობ, რომ აი სიტყვაზე იმ ადამიანებს, სიტყვაზე პრობლემები ვისაც ექმნებათ, ხო? აი ამ ადამიანებს უბრალოდ რომ მოექცევი, შენ რომ უბრალოდ შეხედავ და შენ რომ გაითავისებ, უკვე ფაქტიურად ჩვენ ვიქნები დაალაგებული, იმიტომ რომ უბრალო ადამიანი ღვთის მეგობარი არის პირველ რიგში, იმიტომ რომ ღმერთისთვისებაა და ღვთისთვისებას როცა ატარებ, ხარ ღვთიური ადამიანი და მაშინ ეშველება საქართველოს. აი ხა ნახეთ მაო, 3 მილიონი ადამიანი ვართ, სიტყვაზე ესე ვთქვათ, ხო უხეშად. 3 მილიონი ადამიანიდან 2 მილიონს ოფიციალურად ეხა რო უთხრა, რომ საქართველოს მართლო ყველა გეტყვის, კი, ჩემ ხელში მე გავაკეთებ, ყველაფერს თქვენ დაჯექითო. რამხელა ამბიცია და რამხელა სიამაყე გვაქვს მამაო რა. შეიძლება კაი ადამიანები ვიყოთ, მაგრამ ახლა ყველა ვერ ვიქნებით იმის მართული. ხო ხედავთ, აი თუნდაც რომ დავაკვირდეთ ამ მიტინგებზე, ამ ამბოხებზე, ამდენი პარტია, ამდენის რა ხდება. ეს არის ამბიციები, რომლის შენ გააქვს ამის წარმოიდგინე ამბიცია, რომ შენ გადაარჩენ იმას, რაც აქამდე ვერავინ ვერ გადაარჩინა.
ხო ხვდებით აი პრობლემა მამაო სად არის დავით თქვენ როგორ ფიქრობთ მადლობა ნახეთ მამაო ნახეთ მამაო დღეს თელი დღეა მეზახის დავით ფეხით რო ვატარე სამაგეროს მიხდის რა და მოდი შევდივარ ნახეთ მეც ხო და ნახეთ მამაო თქვენ იმდენი სახელი გერქვათ რაცა უნდა დაგიძახოთ მაინც რომელიღაცას გავართ ხო მამაო და მაგითო არ გეძახით იმიტომ ზაქარია იყავით ხდელი რო იყავით ეხა პეტრე პასპორტში კიდე რა გიწერი პასპორტში რა გიწერიათ ისე მაინტერესებს ზურაბი და რა ვიცი და ხო და თუ შეიძლება აი თუ შეიძლება გეხვეწები რა იგეთყვი რა ერთ რაღაცას გთხოვ აი ამ ამბიციურ ადამიანებს მამაო დღეს რო ჩვენ ამ ამბიციებით გარდავიცვალოთ ჩვენ ღმერთისთან საერთო არანაირი არ გვექნება იმიტომ რომ ესეთი ადამიანი აი თქვით მამაო თუ არის 64-ის ღირსი უბრალოდ მომარა ღვთის დიდი მოწყალება აი ამდენი წამი აი მაპატეთ ერთსაც გეტყვი და მე გაგძელეთ თქვენ წინ დიდი დრო ნახეთ მამაო რა ამ ხელა ამბიცია ამ პარტაუნება ხიბლი და ერთმანეთის ზიზღი მამაო ჩვენ წეგან რასაც ვლაპარაკობთ ეს არის ერთმანეთის ზიზღი მამაო მეტი კი არაფერი არ არის რომ მე შენ მეზიზღები და მე შენ ამას იმიტომ გიკეთებ რომ მე არ მაინტერესებს მე შენ რა მოგივა მთავარია მე ხო გავიმარჯვე შენზე აბარას ვლაპარაკობ მაგას ვამბობ მამაო შენ გახარებას ჩემო გიორგი ეხლა თქვენ მაგალითი მოყავს პატრიარქი აი ეხლა აქ ხალხი გვიყურებს ტელემაყურებლებს სამღვდელოებას გვიყურებს ძალიან ბევრი აი ჩემს ახლო პატრიარქთან არავინ არ ყოფილა 1980 წლიდან ვარ როცა პატრიარქთან არავინ არ იყო აი 9 აპრილის მერე და იმიტომ რომ ზოგს თავრობის შეეშინო ზოგს უშიშროების შეეშინო ზოგი წმენა არ ქონდა მამაკაცების კაცების და ქალების არავინ არ დადიოდა თუ რამე ვიცი მე და კარგია ჩემში მე მისგანა მაქვს ნასწავლი ჩვენ დღეები ვისხედით საუბრობდით საქართველოს რა ეშველება როგორ ეშველება მე ყველა თანამდებობაზე ვარ ნამუშევარი პატრიარქის მდივანიც ვიყავი საფინანსო ეკონომიური საბჭოს თავმჯდომარეც ვიყავი თუ კი რამე იყო ფიზიკურათაც ვაკეთებდი არავინ არ ყავდა პატრიარქი რო ცხოვრობდა სიონთან რეზიდენციაში 4 მონაზონი იყო 4 მონაზონი 3 ოთახიან ბინაში იყო ცხოვრობდა ერთში იყო საძინებელი მეორეში სასადილო და მესამეში კაბინეტი სტუმრები რომ მოდიოდნენ ხოლმე და დაბლა იყო პირველ სართულზე საპატრიარქო დივანი იჯდა და ქორეპისკოპოსი მეუფე კონსტანტინე და თუ სტუმარი ჩამოვიდოდა რომელიმე რაიონიდან მაგიდაზე ეძინა ხო არქივიც იყო აი ამ ჩვენ სტუდიის ნახევარი მასში იყო მერე დაიწვა ის არქივი მერე წყალი შევიდა არაფერი არ იყო არაფერი არ ქონდა პატრიარქი კაბინეტში რა ქონდა დივანი ქონდა ისა მაგიდა ქონდა მიდგმული და ატამანკა იდგა იცით რაც იყო ხო და მე როგორც ყოფილი ავეჯის ფაბრიკის მუშა გადავაკარი ბარხატი და ეს რაღაცა ესეთი დიდი ის იყო ძალიან ისეთი რამეებს ურთიერთობაზე ვარ პატრიარქთან შესწრებული და ვიცი მე მისგან მოსწავლე ვარ მისგან ვისწავლე ეს ყველაფერი და იმიტომ ვლაპარაკობ ამას ახლა მე ჩემი მას კი არ მაშვებ ჯერ მე ეკლესიურათაც იმას ვქენი წავიკითხე ჩაუღრმავდი კანონებს წესებს იმიტომ რომ სულედ მოულოდნელად გახდა ჩემი სამღვდელო პატრიარქთან ერთხელ იყო საუბარი ახალგაზრდები იყვენ იქ და რაიო თქვენ უწმინდესობა ერთმა მიმართა რა ცოტა პირდაპირ ღიაც უთხრა აი რატო არისო სამღვდელოება ცოტა ვერ არისო ისეთიო როგორც უნდა იყოს პატრიარქა უსმინა შვილებო თქვენ ხო კაი ბიჭები ხართ მოდით აქა მოდით ეკლესიაში გაგამღვდელებთ აბა ვნახოთ როგორი იქნებით ყველა გაჩვენდა რა რიცი სხვის ნაშრომზე და ნაუფლარზე გვინდა ხომე მოვითმოთ ხელი და სხვისი იმის პატრიარქს ამოფარებული ყავს დღეს და იმაშვებით დროშასავით მიყავს კი იმგან დაიმსახურა ნამდვილად მაგრამ ჩვენ რო ისე არ მივდივართ რამდენჯერ იყო პატრიარქმა რო თქვა რომ ქართველმა ქართველი არ მოკლასო
გახსოვთ 80-იან წლებში მთელი ამბავი როგორ აბა ვინ მოკლას მთელი ამბავი ატეხეს მაშინ მესენი მახსოვს შენ სულ ყველაფერი მახსოვს და დღესაც განაუჯერებს მე მწვენია ხომ მწვენია იმისა რომ ბივლენდე პატრიარქებიან პატრიარქს ასეთი ისე და ახლა რა ქნას პატრიარქი ხო არ ეტყვის ერთხელ იყო ასეთი მომენტი შევესწარი პატრიარქს ყავდა მდივანი ქალბატონი იდა თვარაძე იყო მე მონაზონი გახდა ზოილე ძალიან მაგარი პიროვნება იყო და რაღაცას ვაკეთებთ პატრიარქის კაბინეტში პატრიარქია ის მდივანია მისი მხატვარი იყო პროფესიით და მე ვარ და რაღაცას ვაკეთებ და ძირითადად მე საღამოობით დავდიოდი ხოლმე გვიან რომ აღარავინ აღარ იყო და მოიყვანეს ვიღაცა პატრიარქ თქვენთან უნდა გასაუბრებაო და ახლა ჩვენ უნდა დაგვეტოვებია კაბინეტი რომ ერთი კაბინეტი იყოს არა ვიყავითო თქვენ მაგრამ ჩვენ ცალკე მხარეს ვიყავით პატრიარქით იქით იყო და ისინი დასხდნენ იქით საუბრობდნენ მე ჩემსას ვაკეთებდი და ის მიყურებდა მე წავიდენ ლოცვა კურთხევა დალოცე და წავიდე მე არც გამიგია რაზე იყო ლაპარაკი ღვთის წინაშე ვიფიცებ მოვიდა პატრიარქი ჩვენთან ახლა ვიუბრუნდეს ქალბატონი და თქვენო უწმინდესობაო იმათო ხომ მოგატყუესო ხლავშინო რატომ მოიტყუე თავიო რა დღეში ჩააგდო იცით აი რატომ მოიტყუე თავი ხომ მოგატყუათ აშკარად ძალიან უხურხულობაში ჩავარდა და ვერაფერი ვერ უთხრა და ბოლოს შვილო მე ხوار მოვატყუო იმათ მოიტყუე თუ მოიტყუესო ისინი ჩავარდებიან ცოდვაში და ასეთი რამდენი იყო და რამდენია მოვიდნენ ვითომ კაი საქმის გასაკეთებლად რაღაცა ისეთის ნებართვა მიიღეს და ისეთი რაღაც ის რომ პატრიარქმა თავისი ხათრითა, სიყვარულითა და ღვთისმოსაობითა ვერ უთხრა უარი და რამდენი რამე ასეთი იყო კიდე ვინ იცის და მე ამის შემსწრე არა მე ერთ შევესწარი ხო და ამოფარებული წინ მიყვავ დროშად პატრიარქი და ჩვენ ათხალიმობდა მამაძაღლობდა საკუთარ თავს ვატყუებ ახლა რა თმინდა სხვაზე ვილაპარაკო სხვის მოტყუებაზე მე ხო ვიცი რომ რას ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ დღეს აი ჩვენი საუბარის თავარი თემა ის რომ აი ტყუილი ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი ჩვენი ტყუილია ჩვენი ესე იგი გონია რომ ცხოვრობთ რაღაცას ვაკეთებთ მადლს ვიღებთ რას იღებ არაფერია არ ვიცი და ეს სადმე გვიყვანს მე ვის ვატყუებთ ვის საკუთარ თავს ღმერთს ჩვენ უნდა გვახსოვდეს ვერ საკუთარ თავს მოვატყუებ და მით უმეტეს ღმერთს ახლა შეიძლება პროკურორი მოვატყუო მოსამართლე მოვატყუო მთავრობა მოვატყუო ცოლი მოვატყუო შვილი მოვატყუო მაგრამ საკუთარ თავს ვერ მოვატყუებ ეს ხო გროვდება და დღეს არა ხვალ არა და მე ერთად მოგთხოვს ღმერთი ღმერთს მოთმინება დიდი აქვს ჩვენ არა გვაქვს დიდი მოთმინება მაგრამ ბოლოს მაინც მე ამიტომ არის ჯოჯოხეთი გადასამუშავებელი ქარხანა იქ ნაგვის და მოხდებით რა თქინდა მე გინდა მე არ მინდა და მე არ ვიშალოს მამა რომ არა ღვთის დიდი მოწყალება აი რაელის აი რა უნდა რას უნდა დაუფიქრეთ ხა ბოლო წუთნახევარია და რას უნდა დაუკვირდეთ აი ძირთად მაინც აი ესეთი მოდი არაფრის გამოგონება არ გვინდა ახლის არც ახალი და არ ძველი ყველაფერი არის ახარებადი ეკლესია ამაზე კარგი და ამაზე სწორი ბრძნული და სწორი თუ რაც გინდა და არ არსებობს და მოდი რა გვინდა ახალი რამის გამოგონება ის რაც შემოწმებულია საუკუნეების განმავლობაში ის რომელიც ვერ დაანგრია ვერაფერმა და ვერავინ საბჭოთა პერიოდში ტანკებით ებრძოდნენ ეკლესიას მაგრამ ვერაფერი ვერ უყოს არ გვინდა რა ყველაფერი ჩვენ ხელშია და ნუ გავაფუჭებთ რა და გავაფუჭებთ რა სხვა კი არ დაზარალ მე დავზარალდები მეტი არავინ ვეცადოთ რომ არ ვიცი აი ყველაფერი ხელში გვაქვს და ყველაფერს ვაფუჭებთ მე ბოდიში ხდი
ტელემოყურებლის წინაშე თქვენს წინაშე. მათ განსხვავებული ეთერი გამოგვივიდა დღეს, მაგრამ გაცხარებული საუბარი გამოგვივიდა, მაგრამ რა არის იცით, ახლა ჩემი მდგომარეობა ის არის, რომ მე აქედან ვერ ვიტყვით ყოველს. არ ვიტყვით ყოველს. მაშინ არ მოვალ და იქ დამთავრდა. ზოგჯერ თქმას ჯობს, არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. ეს ეთერი და ეს ჩვენი გადაცემა, იმიტომ არის რომ ვთქვათ. რა თქმა აუცილებლად. ახლა აქიმი რომ თან მივიდეს ავადმყოფი და დაუმალოს ექიმი ავადმყოფობას რა გამო? რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა მამაო ესეთი საუბრისათვის, ესეთი ლამაზი ეთერისათვის. რაღაცნაირად ისეთი გამოგვივიდა უბრალო და რაღაცა ყველასაც გასაგები, აი სამწუხაროდ ჩვენ და რაღაცა ღრმა რელიგიურ რაღაცა იმებში ვერ ჩავიდით, მაგრამ მოვა იქითა კვირა, იმის იქითა კვირა და აუცილებლად ჩავალთ კიდე. დიდი მადლობა. ღრმა ეკლესიური ფილოსოფია ამ რამეებისგან შედგება და აი ხა საცობი რო იყო ჩვენ ვიარეთ ფეხი და ამ განაპირობა ეს აი კომფორტულად რომ მოსულიყავით აქ ხო უფრო სხვა თემას წავიყვანეთ ესეა რა აი მაგან განაპირობა სამწუხაროდ ჩვენ და ვიზნოთ ერთმანეთს მე მგონი სიარულოს ჩვენი იდეები და აზრები არ შეუძლია გაიხარეთ მამაო წარმატებით დიდი მადლობა მამაო დაგულოთ თუ შეიძლება ბედნიერებას გისურვებთ ყველაფერ კარგს გისურვებთ და მამაო სხვადასხვა ყველა მეკითხება სად შეიძლება თქვენი ნახვა და როდის ბოდიში და ერთი წუთი დამიმატეთ თუ შეიძლება რო თქვათ მამაო სად შეიძლება რო თქვენთან ან ნომერის გამოგიჩნდეთ შემდეგ ახლა დავაზრდ ნომრები არის დავაზრდეთ კარგით აუცილებლად შემდგომ იმიტომ ძალიან ბევრი ადამიანი წერს თქვენ შესახებ კარგად ზანდებოდეთ დროებით გემშვიდობებით პატიმრებს მინდა რომ განსაკუთრებულად გულით მოგილოცოთ და რა ვიცი ყველაფერი საუკეთესო გისურვებთ ქალ პატიმრებს მინდა რომ აი გუშინდელი დედის დღე მოგილოცოთ ყველაზე და იმ ადამიანებს ვინც არის ხართ შვილგარდაცვლილი დედები ყველას აი ჩემი ქედის მოხრით გილოცავ და იმიგრანტებს რა თქმა უნდა გუშინდელ დღეს და მომავალ რამაც რა თქმა უნდა და ბედნიერებას გისურვებთ კარგად ზანდებოდეთ და დროებით დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად მამაო თქვენს და თქვენ ჩვენო მსმენელო ფონდი ერთობა შეგიძლიათ მოიწონოთ მე გახდით გიორგი დარასელია ხვალ დაგიბრუნდებით მამა ალექსანდრე ბოლქვაძესთან ერთად უსაყვარლეს ადამიანთან ერთად მამა პეტრე მინდოდა მეკო მაგრამ აკრძალული მაქვს და აი მამა ალექსანდრეს ვაკეთებ იმიტომ რომ მადლობა ღმერთს რომ ეს ადამიანი არსებობს ამ ქვეყანაში და სხვადასხვა მამაო შენდობას გთხოვთ შენდობის კვირა არის და ბოდიში გიხდით რაც კი მიწყენინებიათ მეც შენდობას ვითხოვთ თქვენგან ყველასგან დიდი მადლობა, კარგად ზანდებოდეთ, ბედნიერებას გისურვებთ, ალბათ ბევრს განგიკითხავთ ახლა დღესაც ამ გადაცემის მე რაღაცა და შენდობას წინასწარ გთხოვ. კარგად ზანდებოდეთ. დროებით, დიდი მადლობა. კარგად ზანდებოდეთ, ბედნიერებას გისურვებთ.